ბავშვობას პატიმარი შალვა შალიკაშვილის ადვოკატი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს ფოთის რაიონულ პროკურატურაში მიმდინარე პროცესები დაინტერესდეს. ადვოკატის ცნობით საქმე ეხება პატიმარ შალიკაშვილს, რომლის ბრალეულობასთან დაკავშირებითაც მათ გამოძიებას მიმართეს, თუმცა საქმის გადახედვა არ ხდება. ადვოკატების ცნობით 2008 წელს შალვა შალიკაშვილი იმის გამო დააკავეს, რომ მისი ოჯახი პირველი შვილის მკვლელობის საქმეზე მაშინდელ ყოფილ მაღალჩინოსნებს უპირისპირდებოდნენ. მინდა 2 სიტყვით შევეხო, ეს იყო შარშან. რა თქმა უნდა, როგორც სახალხო დამცველმა თავისი ასე თქვა უკანონოს, თუმცა სააკაშვილის რეჟიმის დროს არაერთი ადამიანი იყო უსამართლო უკანონო რეპრესიების მსხვერპლი. ერთ-ერთი კლასიკური მაგალითია შალვა შალიკაშვილის და მისი ოჯახის დევნა. ყოფილი კუბლაშვილის მიერ დანიშნული, ყოფილი უდესასამართლოს მიერ ფოთის სასამართლოში დანიშნული და გამწესებული ყოფილი მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე, რომელიც დღეს ახალი ხელისუფლების პირობებში მოგვევლინა როგორც ფოთის პროკურორი, ახდენს საბოტაჟს სამართლოების აღდგენის და მართლმსაჯულების სისტემაში.